როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას. შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობისა თქვენს მე რადიო იმედს მე ნინი ხუგაშვილი ვარ და ტრადიციულად ხუთშაბათობით საღამოს 7 საათიდან გთავაზობთ გადაცემას PR ფორუმი, სადაც დღეს თქვენს ყურადღებას ორ თემაზე შევაჩერებთ. ჩემი ავტომობილის ისტორია და საქართველოს სტენდი ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე. ჩემი ავტომობილის ისტორია Tegeta Motors-ის ახალი ონლაინ სერვისი გახლავთ. ავტომობილებისთვის ფიქრობ, რომ ძალიან საჭირო, მოსახერხებელი და დროული, თუ არა უკვე დაგვიანებული სერვისი და ნოვაცია ამ შემთხვევაში Tegeta Motors ეკუთვნის და დეტალებს შევიტყობთ გადაცემის პირველ ნაწილში. დასკვნით ბლოგში კი ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს მიმოვიხილავთ. ქართველი გამომცემლები და ავტორები ტრადიციულად ყოველ წელს იღებენ ფესტივალში მონაწილეობას, თუმცა წელს საქართველოს სტენდი უპრეცედენტოდ დიდი დელეგაციით გახლავთ წარმოდგენილი ფრანკფურტში. ამ მიზნით 22 ქართული გამომცემლობა და 15 ქართველი ავტორი იმყოფება. დეტალებს გავარკვევთ გადაცემის მეორე ნაწილში. შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. Tegeta Motors-ის ახალი ონლაინ სერვისის დეტალებს, ჩემი ავტომობილის ისტორია, გაგვაცნობს Tegeta Motors-ის მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ეთო მერებაშვილი. საღამოშიდობისა ეთო. საღამოშიდობისა, მივესალმები ჩვენს მსმენელებს. დიდ მადლობას მოგიხდით, რომ დაინტერესდით ჩვენი პროდუქტით და საშუალება მოგვეცით, რომ რადიო მსმენელებსაც უფრო დეტალურად გავაცნოთ ჩვენი ახალი პროდუქტი. დიდი მადლობა თქვენ, რომ დავგთავდით გადაცემაში მონაწილეობაზე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენი პროფესიის წარმომადგენლებს არასოდეს აქვს თავისუფალი დრო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ეთო თქვენ მადლობა. ჩემი ავტომობილის ისტორია, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ძალიან დროული სერვისია, ძალიან მოსახერხებელი, ძალიან კომფორტული, მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. თუ შეიძლება გვიამბეთ, რა არის ჩემი ავტომობილის ისტორია? ჩემი ავტომობილის ისტორია ეს არის ვებსაიტი, რომელზეც აისახება Tegeta Motors-ში თქვენ ავტომობილზე თქვენს მიერ გაწეული დანახარჯები მის მოვლაზე და ჩვეულებრივ სერვისებზე, რომელიც სჭირდება მას რეგულარულად და რაშიც თქვენ იხდით ფულს. ჩვენ ვუყურებდით, ვაკვირდებოდით ჩვენს მომხმარებლებს, მათ რეაქციებს. ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ მომხმარებლები, როდესაც შეცვლიდნენ მაგალითად ძრავში ზეთს, ინიშნავდნენ ამას და რომ არ დავიწყებოდათ და მორიგი შეცვლა, გაახსენებოდათ, როდის იყო და არ დავიწყებოდათ, რადგან ეს ძრავში ზეთის შეცვლა, ვინც იცის და ჩახედულია საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანია ავტომობილისთვის. ამ ავტომობილს ექნება არა მარტო ისტორიის შენახვის ფუნქცია, არამედ ის მომხმარებელს შეახსენებს, რომ მას უწევს ძრავში ზეთის შეცვლა. არის კიდევ ესეთი პრობლემა, რაც ექნებათ ხოლმე ჩვენს მომხმარებლებს, როდესაც ყიდულობენ მაგალითად აკუმულატორს, ხომ? აკუმულატორს აქვს საგარანტიო ვადა გარკვეული წლებით. ყოველ 6 თვეში ერთხელ მომხმარებელს უწევს, რომ მოვიდნენ ჩვენთან, გაიარონ საგარანტიო შემოწმების ვადა. ეს ვადა ხშირად ავიწყდებათ ხოლმე და რაღაც დისკომფორტი იქნება ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ეს საიტი მათ შეახსენებს ამასაც. ასევე SMS-ის სახითაც მიუვათ, რომ დროა, მივიდნენ, გაიარონ შემოწმება. ძალიან კარგი, SMS სისტემაც მიბმულია ამ სერვისზე, რაც კიდევ უფრო მეტად კომფორტულს გახდის ამ მომსახურებას. დიახ, ნამდვილად. გარდა ამისა, კიდევ რა დადებითი ნიშნები ახასიათებს მას იმისთვის, რომ გავხდე ჩემი ავტომობილის ისტორიის, ასე ვთქვათ, თანამონაწილე, თანამფლობელი გნებავთ. ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ამ შემთხვევაში უსაფრთხოება, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება გარანტირებული, მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი, რომ თუ მე ვაპირებ ავტომობილის გაყიდვას, მაგალითად, ჩემს მიერ მიღებული ეს ინფორმაცია გახდეს ხელმისაწვდომი უკვე ჩემი ავტომობილის მომავალი მფლობელისთვისაც. ეს საიტი და თქვენი ბარათი არის კონფიდენციალური. ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის არის ხელმისაწვდომი. ვინც არის ჩვენი Tegeta ქარდის მფლობელი, მხოლოდ ის მიიღებს ამ ინფორმაციას. არავინ მეტი სხვა დანარჩენი. ბენეფიტები ვახსენეთ, რა ბენეფიტები აქვს ჩემი ავტომობილის ისტორიას. როგორ ხდება, დიახ, თუ შეიძლება რომ გვესაუბროთ. ჩემი ავტომობილის ისტორიის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ესე იგი ავტომატურად აღრიცხავს ეს საიტი დანახარჯებს, რა დროს რა გააკეთეთ, აღრიცხავს ასევე რეკომენდაციებს, არადროს არ გამოგრჩებათ არაფერი საერთოდ, ხუნდები როდის შეცვალეთ, საბურავები როდის შეცვალეთ, რამდენ გარბენზე შეცვალეთ, ესეც მნიშვნელოვანი თემაა, რამდენი გაირბინა ამა და ამ საბურავმა, რამდენად. მოკლედ, ვისაც უყვარს საკუთარი ავტომობილი, მისთვის არის ზედ გამოჭრილი ეს სერვისი.
მათთვის არის ეს მორგებული. და პლუს დაკავებული ადამიანებისთვის ჩვენ დროში მოგეხსენებათ რომ თავისუფალი დრო აი ესეთ თემებზე საფიქრალი დრო ადამიანებს ნაკლებად. როგორც წესი ნაკლებად გრჩება, შემდეგ დაგვავიწყდება ძრავში ზეთის ჩვენს მომხმარებლებს. შემდეგ უკვე გავიწყდება ძრავში ზეთის გამოცვლა, რომელსაც რაღაცა კონკრეტულ პრობლემამდე და კიდევ უფრო მეტ ფინანსურ დანახარჯამდე მივყავართ ხოლმე საბოლოო ჯამში. როგორ უნდა გავხდეთ თანამონაწილე მე ამ პროცესის? რა არის ამისთვის საჭირო? ესე იგი, ჩემი ავტომობილის ისტორია არის თეგეტა კარდის ბენეფიტი. ეხლა ვილაპარაკოთ რა არის თეგეტა კარდი. თეგეტა კარდი არის ახალი ლოიალური ბარათების სისტემა თეგეტა მოტორსში. თეგეტა კარდი არის სამი ტიპის, ეს არის კლასიკი, სილვერი და გოლდი. ამ ბარათებს აქვს თავისი ბენეფიტები, რა თქმა უნდა. თეგეტა კარდ კლასიკი არის ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რომელიც მოვა თეგეტა მოტორსში და მინიმალურ დანახარჯეს კი ჩვენ მას ვცემთ თეგეტა კარდს. თეგეტა კარდით უკვე შეუძლია ამ მომხმარებელს უკვე შეუძლია დარეგისტრირდეს ჩემი ავტომობილის ისტორიაზე, მას უკვე ექნება თავისი ვებგვერდი, პირადი, ასევე მას შეიძლება დააგროვოს ქულები ჩვენთან. როგორ ხდება? ქულის დაგროვება ძალიან მარტივად ხდება. ერთი დახარჯული ლარი არის ერთი ქულა. ამ ქულებით მას სამომავლოდ შეიძინოს ჩვენი პროდუქცია, ან მომსახურება, ანუ გარკვეულ რაოდენობის ქულებს რო დააგროვებს, შემდეგ უკვე უპრობლემოდ გაიხარჯება შეიძენს ჩვენს მომსახურებას. მის ნებასურველზე მოკლედ დამოკიდებული. რაც შეეხება ოქროს თეგეტა კარდ გოლდს და თეგეტა კარდ სილვერს, ამათ დამატებითი ბენეფიტები აქვს, რომ მათ აქვთ უკვე ფასდაკლებაც. სილვერ ბარათს აქვს 5%-იანი ფასდაკლება, ხოლო თეგეტა კარდ გოლდს აქვს 10%-იანი ფასდაკლება. ნუ, რა თქმა უნდა, ქულებიც ერიცხებათ ავტომატურად ამ ბარათებს. ძირითადი განსხვავება თქვა ფასდაკლებების შორის არის, მაგრამ გაწეული დანახარჯის მიხედვით ხდება ამ ბარათების აღება თეგეტა კარდის და კი. ანუ თეგეტა კარდ სილვერი გადაეცემა იმ მომხმარებელს, რომელსაც აქვს ბრუნვა თეგეტა მოტორსში 1000 ლარი. ანუ ეს ერთჯერადად შეიძენს ადამიანი თუ 2 წლის მანძილზე დააგროვებს ამ ბრუნვას, არ აქვს მნიშვნელობა. დაწინაურების პრინციპი ამ შემთხვევაში ხო ხდება რაღაცა კლასიკის მომხმარებელი, შემდეგ დანახარჯის მიხედვით სილვერი. ვინც უკეთესად უვლის თავის ავტომობილს, ის ჯილდოვდება. მათ ვისაც უყვართ საკუთარი ავტომობილი, თეგეტა მოტორსის სიყვარულითვე პასუხობს. ლოიალური კლიენტების მიმართ არის ასევე ლოიალურად განწყობილი თეგეტა მოტორსი როგორც ჩვენს. ჩვენ ყოველთვის ძალიან ზრუნავს ჩვენს მომხმარებლებზე. ახალი ონლაინ სერვისი, ისევ რომ დავუბრუნდეთ ამ თემას, ჩემი ავტომობილის ისტორია. თავდაპირველად შესაძლებელია მის სახელის ხსენებისას ცოტა ერთგვარად იყოს რაღაცა გაუცხოება, გაურკვევლობა. გიწევთ ამ ახსნა განმარტების გაკეთება ხშირ შემთხვევაში. როგორი არის გამოხმაურება? ჯერჯერობით არ არის, მე მგონი ეს აქტიურად გაშუქებული მედია კამპანია ჯერ არ დაგიწყეთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არის უკვე დაინტერესება მომხმარებლებისგან ამართლებს ეს სერვისი თქვენს ასე ვთქვათ გათვლებს. ანუ სატელევიზიო კამპანია მასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია და ანუ გავიდა თუ არა რეკლამა, იმ დღიდან დაიწყო კოლ-ცენტრზე გამოდმებული ზარები, ანუ ყველას აინტერესებს რა სერვისია ეს, ანუ ვინც არის ჩვენი მომხმარებელი, მათ ვუხსნით კარგად როგორ უნდა გამოიყენონ ეს სერვისი, ვინც არა აინტერესებს და სურთ რომ გახდნენ ამ პროცესის თანამონაწილე. იმიტომ რომ რეალურად ძალიან საჭირო პროდუქტია ყველა ავტომობილისტვის. თუ შეიძლება ცხელი ხაზის ნომერიც რომ შევახსენოთ ჩვენს რადიო მსმენელებს იმისთვის რომ თუ კი შეკითხვა გაუჩნდებათ თუნდაც ამ წუთებში მათ შეეძლოთ დარეკვა და მიიღონ ინფორმაცია. თქვენ ამ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ თეგეტა მოტორსის ვებგვერდზე. ესე იგი ჩვენი ცხელი ხაზი არის 226-44-44, რომელიც მუშაობს დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე. ასევე ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ჩვენს Facebook-ის გვერდზე, რომელიც 24 საათის მანძილზე პასუხობს შემიძლია თქვა მომხმარებლების კითხვებს და ასევე ჩვენს საიტზე თეგეტა მოტორის ჯიზე. შევლენ და მიიღებენ ამომწურო ინფორმაციას აღნიშნული სერვისის შესახებ. რაიმე დოკუმენტის წარმოდგენა მჭირდება იმისთვის, რომ გავხდეთ ჩემი ავტომობილის ისტორიის მფლობელი, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, თეგეტა მოტორსის ბარათი რომ მიიღოთ, თქვენ თან უნდა იქონიოთ, რომ დარეგისტრირდეთ, თან უნდა გქონდეთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი რამე საბუთი. პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, სადაც თქვენი პირადი და უნდა იყოთ მფლობელი ამ ავტომობილის, ხო? უნდა იყოთ მფლობელი ამ ავტომობილის აუცილებლად. ცოტა ისეთი თემაა ხოლმე, ანუ ხშირად ხდება, რომ რაღაც ავტომობილი შევიძინე და ჯერ არ გადამიფორმებია, ამ შემთხვევაში რა ხდება? არა, ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც ვაძლევთ ბარათს, იმიტომ რომ ეს ადამიანი თვითონ წევს დანახარჯს ამ ავტომობილზე.
გქონია შემთხვევა, როდესაც მაგალითად ხშირია მე მგონი ასეთი რამ, რომ რამდენიმე ავტომობილის მფლობელად ფიქსირდება ერთი და იგივე ადამიანი. ამ შემთხვევაში რა ხდება? ხელმისაწვდომია ყველა ეს ინფორმაცია ერთდროულად? ანუ ჩემი ავტომობილის ისტორიას შეუძლია აღრიცხოს 100 ავტომობილის ისტორია ერთდროულად. აქვს ფილტრაციის საშუალება, მომხმარებელს შეუძლიას გაფილტროს მარტივად, მონიშნოს კონკრეტული ავტომობილი, რომლის შესახებაც სურს მას ინფორმაციის მიღება, ან საერთოდ რომელის შესახებაც არ უნდა მას ინფორმაციის მიღება, საერთოდ ჩახსნას ამ ფილტრიდან და გახადოს არააქტიური. ამ ავტომობილზე ინფორმაციის მიღებით ის აღარ შეწყვეტა, ანუ თქვა გაყიდა ის ავტომობილი, ხო? რამდენად მარტივია თქვა თვითონ მართვა განსაკუთრებით მათთვის ვინც არ არის კარგ დაახლო ურთიერთობაში ასე ვთქვათ კომპიუტერულ უნარჩვევებთან მარტივია მორგება ამ სერვისზე კი არ არის რთული ანუ ყველაფერი ძალიან გასაგებად არის პლუს ამას აქვს ტუტორიალიც საიტ სადაც რას ნიშნავს ტუტორიალი რომ გამომართოთ როგორ გამოვიყენოთ ეს საიტი არის ვიდეო რგოლი სადაც ახსნილი არის ყველაფერი ანუ რეგისტრაცია როგორ ხდება ანუ დანახარჯების ანალიზი როგორ განიხილება, ანუ სად რა დანახარჯია, როგორ გავფილტროთ ავტომობილი, როგორ მოვნიშნოთ, ანუ ამას ვიზუალურად ხედავს მომხმარებელი და მას აღარ გაუჭირდება და თუ მაინც გაუჭირდა, შეუძლია დარეკოს ჩვენს ცხელ ხაზზე 226 44 44 და ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ, ავუხსნოთ ყველაფერი. ჩაშვებულია უკვე ეს სისტემა. თუ ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში ხართ ისე. ანუ გაშვებულია, მაგრამ მომხმარებლების შენიშვნებს სერიოზული შენიშვნები თუ არის რამე, აუცილებლად გავითვალისწინებთ. შესაძლებელია, შეგიძლია თქვენ დატესტოთ. დარეკოთ შენიშვნებს სიამოვნებით მიიღებენ და გაითვალისწინებენ კიდეც, როგორც თქვა Tegeta Motors-ის მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტმა. მთავარია გქონდეთ სურვილი სიახლე შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. ხშირ შემთხვევაში შემინიშნავს ხოლმე მეც რომ რაღაცა ითვლიან როგორც თანხებს, ასევე თარიღსაც ინიშნავენ და ძალიან კარგი სერვისია მე მგონი, იმიტომ რომ კი, ძალიან მნიშვნელოვანია. აი ჩვენ ძალიან ზრუნავთ ჩვენ მომხმარებლებზე, ვცდილობთ რომ ანუ მათ ეს ჩვენი ზრუნვა ვაგრძნობინოთ. ეს ვებ პროექტი პირველი არ იქნება და უგანაზგნელი, გაგრძელდება. ამას გარდა ჩვენ მომხმარებლებს მათი კომფორტის შექმნის მიზნით უკვე ერთი თვე ავთავაზობთ შემდეგ მომსახურებას, ავტომობილის შეკეთება სახლიდან გასვლის გარეშე. როგორ ხდება ეს ამბავი? ანუ ისინი დარეკავენ ისევ ჩვენს ხელ ხაზზე 226 44 ოპერატორს აუხსნიან თავის პრობლემას. გადაამისამართებს ოპერატორი პერსონალურ მენეჯერთან, მე უკვე პერსონალურ მენეჯერი მივა ამ ადამიანთან სახლში, სამსახურში, სადაც არის. სადაც არ უნდა იყოს ის. გაივლიან რა პრობლემა აქვს აღნიშნულ მანქანას, თუ მომხმარებელს არ სურს თავისი მანქანა, ანუ ზღოლი იყოს ჩვენი თანამშრომელი. ჩვენ ევაკუატორით მოვახდენთ ამ მანქანის გადაყვანას ჩვენ სერვის ცენტრში იქ და იქ გავაკეთებთ. ანუ შესაძლებელია მაგალითად თუ საბურავი დამეშვა ამ შემთხვევაში დაგირეკოთ თქვენ თუ ეს მომსახურება არ შედის. ასეთი ტიპის მომსახურება თუ მაინც მიწევს ნებისმიერ შემთხვევაში ავტომობილის მოყვანა თქვენ სერვის ცენტრში, მაშინ პირდაპირ მე მოვიყვან რომ საბურავის დაშვება და შეკეთება ეს ასე შემდეგ ხო, ანუ ეს პრობლემა არ გეხებათ. ანუ შეგიძლიათ თქვენ სახლიდან გაუსვლელად ხო ისევ ზეთის შეცვლა რომ ვიცი რომ ზეთი მაქვს შესაძლებელი მაგრამ დრო არ მაქვს ფიზიკურად და ვერ გავდივარ დავრეკავ ცხელხაზზე დამეტებითი დანახარჯი აქვს ამ ყველაფერს ემატება პერსონალური მენეჯერის მომსახურების ანუ გადაადგილებას ეს არის 10 ლარი ანუ თანხის გადახდა შეიძლება როგორც ნაღდი ანგარიშწორებით ისე უნაღდო ტერმინალით მივა ადგილზე და ამ ჩვენი საუბრის მიწურულს ხომ არ გამოგჭერე მე ესეთი მნიშვნელოვანი რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ხომ არ იგეგმება რაიმე სიახლე რომელსაც ნახლა მომავალში შესთავაზებს Tegeta Motors ისევ და ისევ ლოიალურ ან თუნდაც ახალ კლიენტებს მე უბრალოდ ჩვენს მომხმარებლებს ვურჩევდი ვინც არიან Tegeta კარდის მფლობელები შევიდნენ ჩვენს ახალ საიტზე ნახონ შეაფასონ თავიანთი ფიდბექი მოგვაწოდონ ვისაც ძველი Tegeta კარდი ეგრეთ წოდებული ოქროს და ვერცხლის ბარათები აქვთ მოგბრძანდნენ ჩვენთან გადავუცვლით ძველ ბარათებს ახალ ბარათებში და მათაც უკვე ჩვეულებრივ შეეძლებათ ჩემი ავტომობილის ისტორიის სერვისით სარგებლობა
ძალიან დიდი მადლობა. ჩემი ავტომობილის ისტორია ეს არის ახალი სერვისი, რომელიც Tegeta Motors-მა უკვე ჩაუშვა. ჩვენ გავიგეთ, რომ ეს არის მოხმარებაში უკვე ჩაუშვა, გავიგეთ, რომ ეს არის სატესტო რეჟიმი და ძალიან მალე უკვე შეგეძლებათ სრულფასოვანი მომსახურებით სარგებლობა და საუბრის მიწურულს თუ შეიძლება კიდევ ერთხელ შევახსენოთ მომხმარებელს, რისი მიმცემია მისთვის, რატომ გაკეთდა, ვისთვის შეიქმნა, ვის შეუძლია სარგებლობა და რა არის ის განსაკუთრებული, რაც რის გამოც უპირატესობა უნდა მიანიჭოს ამ სერვისს. ჩემი ავტომობილის ისტორია ავტომატურად აღრიცხავს თქვენს მიერ ავტომობილის ბოვლის ისტორიას. როდის რა გარბენზე რა მომსახურება გაუწიეთ ავტომობილს. აღრიცხავს ავტომობილზე გაწეულ დანახარჯებს. გახსენებთ და გაძლევთ რეკომენდაციას თუ როდის რა სერვისი ჭირდება თქვენს ავტომობილს. გაწვით ინფორმაციას Tegeta Motors-ში გაკეთებული დანაზოგების, მიღებული სარგებელის, დაგროვილი ქულების და დახარჯული ქულების შესახებ. ეხმარებათ ავტომობილზე გაწეული დანახარჯის ანალიზის გაკეთებაში. მე მგონი ნამდვილად ღირს, თუნდაც ამ მიზეზების გამო გახდეთ ჩემი ავტომობილის ისტორიის, ასე ვთქვათ, მფლობელი. წარმატებებს გისურვებთ Tegeta Motors-ის მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ეთო მერებაშვილი საუბრობდა Tegeta Motors-ის ახალი სერვისის შესახებ, რომელზეც ვქვეთ ჩემი ავტომობილის ისტორია და თუ თქვენ გიყვართ თქვენი ავტომობილი, ნამდვილად შეგიძლიათ გაინებივროთ თავი ამ ახალი მომსახურებით. საუკეთესო სურვილებით მემშვიდობები ეთო მერებაშვილს, ჩვენ კი რეკლამის შემდეგ შემოგიერთდებით დღე ეთერში, სადაც ვისაუბრებთ ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა გუშინ ქართული გამომცემლები და ავტორები ტრადიციულად იღებდნენ როგორც წესი ყოველ წელს მონაწილეობას ამ ფესტივალში, თუმცა წელს საქართველოს სტენდი უპრეცედენტოდ დიდი დელეგაციით გახლავთ, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი. დეტალებს გავიგებთ გადაცემის მეორე ნაწილში. მადლობა რომ გვისმენთ. ეს არის გაიცემა PR ფორუმი, გახლავართ ნინი ხუგაშვილი და საინფორმაციო გამოშვების შემდეგ შემოგიერთდებით. შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. საღამოშიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გრძელდება რადიო იმედის ეთერში გადაცემა PR ფორუმი. მე მისი წამყვანი ნინი ხუგაშვილი ვარ. გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ Tegeta Motors-ის ახალი პროდუქტის შესახებ, ჩემი ავტომობილის ისტორია. ამჯერად კი ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამეზე მსურს ყურადღების გამახვილება. ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გუშინ გაიხსნა და მასში ტრადიციულად ჩვენი ქვეყანაც იღებს მონაწილეობას. დეტალებს საქართველოს წიგნის გამავრცელებელთა და გამომცემელთა ასოციაციის დირექტორის თანაშემწე ნინო კიკნაძისგან შევიტყობთ. საღამოშიდობისა ქალბატონი ნინო, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვრჩენთ გადაცემაში მონაწილეობაზე. დედეკით მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით ამ თემით. ქალბატონი ნინო, რის მიხედვით შეირჩა წარმომადგენლობა, თუ შეიძლება და რომ ვისაუბროთ თავდაპირველად ამ ასე ვთქვათ ფესტივალის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის. ისიც წარმომადგენლობა ყოველწლიურად ის გამომცემლები, რომლებიც აქტიურად არიან ქართულ ბაზარზე, წიგნების კუთხით, ან წიგნების წარმოების კუთხით ისინი იღებენ მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ფესტივალში. უკვე 2007 წლიდან უკვე მეშვიდედ არის ქართული სტენდი წარმოდგენილი და ან განახლებული არიან, ან ყოველ წელს ხდება ისე, რომ უფრო განახლებული პროგრამით და განახლებული წიგნებით ხდება წარდგენა ქართული დელეგაციისა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე. წელს არის უპრეცედენტოდ განსხვავებული, ხომ? რაღაცა დიდი მასშტაბით წარმოდგენილი. თუ შეიძლება გითხარით 22 ქართული გამომცემლობა და 15 ქართული ავტორი იმყოფება. იმისთვის რომ მოხდე საქართველოს სტენდით, ასე ვთქვათ, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რაიმე წინასწარ კასტინგის გავლა, ამ შემთხვევაში აუცილებელი შერჩევა როგორ ხდება? არა, ისიც შერჩევა არ ხდება. ქართული გამომცემლები თავისი სურვილის მიხედვით ნებისმიერ ქართულ გამომცემელს შეუძლია წავიდეს ფრანკფურტის ფესტივალზე, ორგანიზებას უწევს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, ვინც ასე ვთქვათ, აწარმოებს წიგნებს ქართულ ბაზარზე, ყველა შეუძლია რომ მოხდეს ფრანკფურტში და გააცნოს მსოფლიოს ქართული წიგნი. 14 ოქტომბრამდე გასტანს ეს პროცესი და თუ შეიძლება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ რომ გვესაუბროთ. აიცით, უნდა აღინიშნოს, რომ წელს ქართული დელეგაცია უფრო მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლებში. 15-მდე ქართული მწერალი არის უკვე ფრანკფურტში, ამ დროისათვის დაგეგმილი არის, ასე ვთქვათ, 9 ღონისძიება. ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა აღინიშნოს, რომ არის ბიზნეს საუზმე, რომელიც ერთ-ერთი ოფიციალური ნაწილი არის ოფიციალური მიღებებისა, სადაც მოხდება ქართული პრეზენტაციების გაცნობა და
ეს წარდგენა უცხოელი გამომცემლებისათვის და ასე ვთქვათ ლიტერატურული აგენტებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ აქტივობაა, რაც დაიგეგმა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ფარგლებში. უნდა აღინიშნოს ასევე ქართული მწერლების წიგნის პრეზენტაციები, მაგალითად მოხდება ანა კორძაიას სამანდაშვილის წიგნის პრეზენტაცია, ასევე ბესახვედარიძის წიგნის გერმანული გამოცემის პრეზენტაცია უკვე ჩატარდა გუშინ. ასევე იქნება ქართული პოეზიის პოპულარიზაცია, ქართული პოეტების გიორგი კეკელის, ზვიად რაციანი, დავით მაღრაძე იქნებიან წარდგენილნი, ისინი გამართავენ დისკუსიას სადაც თქვათ მოხდება განხილვა ქართული პოეზიის საბჭოთა კავშირის საბჭოთა დროიდან დღემდე. კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ მოხდება ფიროსმანისადმი მიზღვნილი ორი წიგნის პრეზენტაცია, მათი განხილვა, ასევე დისკუსია, რაც ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და საინტერესო იქ დამსწრე საზოგადოებისთვის. თქვენ აღნიშნეთ, რომ მეშვიდად ვიღებთ ხო მონაწილეობას. რა შედეგებით ბრუნდებოდით და რა მოლოდინი გაქვთ ამჯერად? ისიც შედეგები ყოველთვის ანუ შედეგების შეფასება ხდება ყოველთვის ფესტივალის შემდგომ პერიოდში. ვფიქრობ, რომ ჩვენი მრავალფეროვანი პროგრამა და განახლებული რაოდენობა წიგნებისა, ასე ვთქვათ, დაინტერესებს უცხოელ გამომცემლებს, უცხოელ ლიტერატურულ აგენტებს, რომლებიც უფრო და უფრო გააქტიურდებიან საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2017 წელს განიხილება საკითხი, რომ საქართველო გახდეს საპატიო სტუმარი ფრანკფურტში, რაც არის უდიდესი მნიშვნელობის საკითხი. თუ ეს ყველაფერი გადაწყდება, თუ ვიქნებით საპატიო სტუმარი, მაშინ ჩვენ მოგვიწევს გაორმაგებული მუშაობა მისათვის, რომ ქართული წიგნი წარმოვაჩინოთ მსოფლიო ბაზარზე. ამისათვის სამზადისი აქტივობებით აწყებულია, ასე ვთქვათ, ველოდებით უფრო და უფრო კარგ შედეგებს, რაც ქართულ წიგნს უფრო პოპულარულს და უფრო მისაღებს გახდეს მსოფლიო ბაზრისთვის. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამომცემლებელთა ასოციაციის დირექტორის თანაშემწე ნინო კიკნაძე საუბრობდა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, სადაც ჩვენი ქვეყანაც არის წარმოდგენილი, როგორც მან აღნიშნა, 22 ქართული გამომცემლობა და 15 ქართველი ავტორი იღებს მასში მონაწილეობას. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი და ვიმედოვნოთ, რომ საუკეთესო შედეგებით დაბრუნდება წელს ჩვენი დელეგაცია ფრანკფურტიდან. წარმატებებს უსურვებ მათ, წარმატებებს გისურვებთ თქვენ, ჩვენ ძვირფასო რადიო მსმენელობა და საუკეთესო სურვილებით მომავალ საეთერო შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობთ ყურადღებისთვის. როგორ აამუშაო შენი იდეა? როგორ დაგეგმო შენი წარმატება? როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას? შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე.